20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება. კომპანია ვიზიარმა 7 ქვეყნის მიმართულებით პირდაპირ რეისების შესრულება დაიწყო. პირველი რეისი ბერლინი-ქუთაისის მიმართულებით უკვე განხორციელდა. რა იცვლება მგზავრებისთვის ახალი რეისების დანიშვნით. ირაკლი აკობიაგი ამბობთ. ასე დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ბერლინი-ქუთაისის მგზავრებს ხვდებიან. კომპანია ვიზიარმა დამატებითი 7 რეისიდან პირველი დღეს შეასრულა. მგზავრებმა ბერლინიდან ქუთაისამდე 40 ევროდ იმგზავრეს. ძალიან კარგად ვიმგზავრე, ძალიან კომფორტულად, თავისუფლად მეძინა კიდეც. კარგი მომსახურებაა, განსაკუთრებით მომეწონა ყურადღება, რომელსაც მგზავრების მიმართ იჩენენ. თვითმფრინავის და მფრინავით ძალიან მომეწონა, საერთოდ საქართველოს მომწონს და მიყვარს, როცა აქ ჩამოვდივარ. ძალიან კარგი კომპანიაა, ოპერატიულად და კარგად მუშაობენ. მომსახურებაც ძალიან კარგი აქვს. იყო შემთხვევა, რომ დამცხა და სწრაფად მომაქციეს გოგოებმა ყურადღება. ყველაფერზე სწრაფად და ოპერატიულად რეაგირებენ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ბერლინი, მიუნხენი, მილანი, დორტმუნდი, სალონიკი, ლარნაკა და სოფია. ეს ის ქალაქებია, საიდანაც ავიაკომპანია ვიზიარი ახალ რეგულარულ ავიარეისებს განახორციელებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანიამ 24 ბაზა გახსნა და თავისი ერთ-ერთი ახალი Airbus A320 ტიპის თვითმფრინავის ბაზირებაც განახორციელა. კეიდან ქუთაისიდან შესაძლებელი იქნება პირდაპირი ფრენები უკვე 7 ქალაქის მიმართულებით. ეს ჩვენი ურთიერთობის ახალი თავის დასაწყისია. უკვე მეოთხე წელია ვოპონირებთ ქუთაისიდან. 6000-ზე მეტ მგზავრს მოვემსახურეთ ამ პერიოდის განმავლობაში. წელს უკვე 4000-ზე მეტი ბილეთი გვაქვს გაყიდვაში. ეს არის ორჯერ მეტი ვიდრე გქონდა გასული წლის განმავლობაში. ასე რომ დიახ, ჩვენ გვაქვს სამომავლო გეგმები. ვიზიარს ქუთაისში ბაზის დაარსება 89 მილიონი დოლარი დაუჯდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დავით ხუციშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც ავიაკომპანია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ავიარეისებს გაზრდის, ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ვფიქრობთ, რომ თვითონ ინვესტიციის თვალსაზრისითაც და დასაქმების კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ეს მოვლენა, ვინაიდან კომპანიის სტრატეგიას, ვიზიარის სტრატეგიას წარმოადგენს ადგილობრივი კადრების გაზრდა და მათი დასაქმება თავის საქმიანობაში. ავიაკომპანია ვიზიარმა ქუთაისში გახსნა ბაზა და დაამატა 7 დამატებითი რეისი ევროპის მიმართულებით, ამ ყველა ქალაქის მიმართულებით. ჩვენ გეგმავთ უკვე მარკეტინგულ აქტივობას იმისათვის, რომ უკვე პირდაპირ რეისის საშუალებით გავზარდოთ უცხოელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში. რეალურად ჩვენ უკვე გვექნება ავიაკომპანია ვიზიარის მეშვეობით 11 მიმართულება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, რაც გულისხმობს, რა თქმა უნდა, უფრო მეტ ტურისტს, უფრო მეტ სამუშაო ადგილს და საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან წინსვლას ქვეყნის ეკონომიკაში. ვიზიარის მიერ შეღავათიან ფასებში შესრულებულ რეისებს მიესალმებიან ტუროპერატორებიც. ფიქრობენ, რომ ტურებზე მოთხოვნა გაიზრდება და კომპანიებიც მომხმარებელს მას უფრო შეღავათიან ფასად შესთავაზებენ. ამ რეისებმა ხარას დაემატა, მიცა საშუალება იმ ადამიანებს დაგეგმონ ევროპის ტურები, ვისაც მანამდე არ ქონდა ამის საშუალება, იმიტომ რომ ფასთან გამომდინარე ძალიან დაბალი არის ფასი, რაც მანამდე წარმოუდგენელი იყო, მით უმეტეს არის პირდაპირი რეისი. საფასო პოლიტიკა ავიაკომპანიის ყოველთვის განაპირობებს პაკეტის ღირებულებაზე და ამდენად ჩვენი მოქალაქეებისთვის ამიერიდან ეს მიმართულებები უფრო დაბალფასიანი იქნება, ვიდრე ადრე ისინი იყო. ვიზიარმა პირველი რეისი ქუთაისიდან 2012 წელს შეასრულა. 4 წლის განმავლობაში კომპანიის მომსახურებით საქართველოს მიმართულებებზე 600,000-ზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა. ბოლო 4 თვის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გადამხდელები 1 მილიარდ 13 მილიონ ლარზე მეტი დავალიანებისგან გაათავისუფლა. დავალიანების ჩამოწერა 2016 წლის ივნისში საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად მოხდა. დეტალები ნახეთ ნიკა მუკბანიანის და დავით ევზაძის რეპორტაჟში. ინდმეწარმე ლევან მაისურაძის კომპანიაში საგადასახადო ინსპექციამ რევიზია 2008 წელს ჩაატარა. დარიცხულმა საურავებმა მთლიანობაში 2 მილიონამდე ლარი შეადგინა. ქაღალდის იმპორტიორმა გადაწყვეტილების გასაჩივრების მიუხედავად მის ჩამოწერას ვერ მიაღწია. 2016 წლის ივნისში კი შემოსავლების სამსახურს მიმართა და ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ დავალიანება სრულად გაუნულეს. დღეს საკუთარი საქმიანობის თავიდან დაწყებას გეგმავს. რამოდენიმე თვის წინ ჩემს სასიხარულოდ მიიღო შემოსავლებმა ეს გადაწყვეტილება, რომ გამინულეს დავალიანება. რა ვიცი, დიდი მადლობა მინდა მისთვის გადაუხო. 2 მილიონამდე იყო, რა 1,900,000 ლარზე არის საუბარი. იცით, ეს ისეთი ჰაერიდან მოტანილი ვალებია, რომ აუცილებელია ამის ჩამოწერა მოახდინოს სახელმწიფომ, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ამ ხელთანხების ამოღება.
საგადასახადო შემოწმების შედეგად 2010 წელს საგადასახადო ვალდებულება დაარიცხეს შეპესე ტექნოტექსაც, რის შემდეგაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე კომპანიამ ფუნქციონირება შეწყვიტა. შემოსავლების სამსახურს მათაც წელს მიმართეს და 10 დღის ვადაში 1,921,000 ლარის დავალიანება ჩამოეწერათ. ხორციელდებოდა იძულებით გადახდების ღონისძიებები, მაგრამ ვერც ის ვერ ხორციელდებოდა იმის გამო, რომ საწარმო ფაქტობრივად გაკოტრებული იყო, გაჩერებული იყო. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ იძულები ივნისის თვეში ძალაში შევიდა, მაშინათვე მივმართეთ განცხადებით შემოსავლების სამსახურს. ჩვენი განცხადება განხილული იქნა დაახლოებით 10 დღის განმავლობაში და შესაბამისად ჩვენ ჩამოგვეწერა 1,921,000 ლარი. ცვლილებები საგადასახადო კოდექსში 2016 წლის ივნისში შევიდა. მისი ამოქმედების შემდეგ გადამხდელებს 4 თვის განმავლობაში 1,13 ლარზე მეტი დავალიანება ჩამოეწერათ. საგადასახადო დავალიანებისგან გათავისუფლება როგორც შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, ისე თავად დავალიანების მქონე კომპანიების მიმართვის საფუძველზე ხდება. საგადასახადო დავალიანება ჩამოწერას დაექვემდებარა ორ შემთხვევაში. ერთი ეხება 2011 წლამდე წარმოშობილ და დღემდე გადაუხდელ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას, იმ პირობით, რომ გადამხდელებს არ უფიქსირდებათ ეკონომიკური აქტივობა, ანუ არ აქტივებული ერთობლივი შემოსავალი. მეორე ნაწილი შეეხება 2013 წლამდე წარმოშობილ საგადასახადო დავალიანებას, რომელიც დღემდე გადაუხდელია. ძირითად დავალიანებას თუ დაფარავს გადამხდელი, ჩამოიწერება 2013 წლიდან დაკისრებული საურავი და 13 წლამდე დაკისრებული სანქციის თანხები. ჩამოწერილ დავალიანებას უიმედო ვალს უწოდებენ ექსპერტები. მათი განცხადებით მსგავსი დავალიანებების ჩამოწერა აუცილებელია როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესისთვის. ეს არის ვალი იმ მეწარმეებისა, რომელსაც დავალიანებები წლების განმავლობაში წარმოექმნა და ბოლო წლების განმავლობაში პრაქტიკულად მათ ბრუნვები და ეკონომიკური აქტივობა არ უფიქსირდებოდა. აქედან გამომდინარე, ბალანსის გასუფთავების მიზნით სწორი სტრატეგიაა, ასეთი ვთქვათ, манипуляციები პერიოდულად ხდება იმისთვის, რათა გასუფთავდეს და უფრო რეალისტურად წარმოჩინდეს დავალიანებების ბალანსი. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ მსგავსი შეღავათები მეწარმეებს საქმიანობის სუფთა ფურცლიდან დაწყების საშუალებას მისცემს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დავალიანებების ჩამოწერას 1 წლის განმავლობაში გააგრძელებს. ეთნოფესტი 2016 დღეს ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის პირველი საერთაშორისო სამიტი გაიხსნა. გამოფენა გაყიდვა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ტრადიციული რეწვა პლატფორმა ეკონომიკური განვითარებისთვის ფარგლებში იმართება. პირველი საერთაშორისო სამიტი კავკასიაში ხელნაკეთი ნივთების ყველაზე მასშტაბური გამოფენაა. დეტალები ნახეთ ნინუცა კახნიაურის რეპორტაჟში. ძალიან ლამაზი მაგიდის გადასაფარებელია. ეს ხომ ინდიგოა? დიახ, ეს ქართული ტრადიციული ორნამენტებია. ქართველი რეწვის ოსტატების ნამუშევრებს უცხოელი ექსპერტები აფასებენ. საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესახებ ტრეინინგებს უტარებენ. მე დავინახე ქართული რეწვის ხელოვნების ცენტრალური ხაზი, მისი იდეა და იმედი მაქვს ვიპოვი საქართველოსა და ევროპის სხვა ქვეყნებს შორის დამაკავშირებელ საერთო ხაზსაც. ჩემი მისია რომ დავეხმარო ქართველ რეწვის ოსტატებს, მათი ნამუშევრების შესაბამისობაში მოვიდეს ევროპულთან. ერთი მხრივ ისე რომ შევინარჩუნოთ ამ დარგის ტრადიციული ელემენტები, მეორე მხრივ ისე რომ ნამუშევრები მიმზიდველი იყოს საერთაშორისო ბაზრისთვის. მე არ ვამბობ იმას, რომ შევცვალოთ სტილი ტურისტების მოთხოვნის შესაბამისად. უბრალოდ უნდა შევფუთოთ ისე, რომ დამთვალიერებელმა ამ ნამუშევრებში ნამდვილი საქართველო დაინახოს. ფიქრობ, ეს არის ჩემი აქ ჩამოსვლის მისია. ტრადიციული ქართული სუფრის ორნამენტებით გამოყენებით, ჩემი სტილიზაციით მაქვს შექმნილი ჩემი ექსკლუზიური დიზაინი. წარმოდგენილი მაქვს სუფრები და დიდი იმედი მაქვს ექსპერტებთან მოლაპარაკების და ჩემი პროდუქციის გატანის უფრო საზღვრებს გარეთ. პროფესიით მხატვარმა მაშკა დავლიანიძემ სამზარეულოს ინვენტარის და ავეჯის დამზადება 1 წლის წინ დაიწყო. ეს მისთვის პირველი გამოფენაა. დიზაინერის სტენდით უცხოელი ექსპერტები უკვე დაინტერესდნენ. ძალიან ბევრი შეკითხვა იყო და მე მგონი, რომ ძალიან კარგი წახმარება იქნება ქართველი დიზაინერებისთვის და საერთოდ იმათთვის, ვინც რაღაცას აკეთებს ხელებით. ტრადიციული რეწვის გამოყენებითი დეკორატიული ხელოვნებისა და დიზაინის პროდუქცია ერთ სივრცეში გაერთიანდა. ექსპო ჯორჯიაში პირველ საერთაშორისო სამიტში მონაწილეობას 250-ზე მეტი ქართველი ოსტატი იღებს. გამოფენაზე ასევე მოწვეულები არიან ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლების სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. კულტურის სამინისტროსთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ სწორედ შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება ჩვენს ქვეყანაში, კულტურის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩინება და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ წამოწყების ერთ-ერთი პარტნიორები ვართ ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად.
პროექტის მიზანი საერთაშორისო ბაზარზე ქართული ტრადიციული რეწვის დარგის პოპულარიზაცია და ქართველი რეწვის ოსტატებისთვის საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების გაცნობაა. საერთაშორისო ექსპერტებმა, რომელიც ჩამოსულები არიან დასავლეთის ქვეყნებიდან, შეისწავლონ ქართული პროდუქცია, ჩაუტანონ კონსულტაციები ტრადიციული რეწვის ოსტატებს, თუ როგორ უნდა შექმნან, ის როგორი უნდა შეფუთონ, თვითონ პროდუქციის განვითარების ხაზზე წაიკითხენ ლექციებს და შემდეგ მოამზადონ ეს პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად. ეთნოფესტი 2016 3 დღე გაგრძელდება და სამიტის დახურვის ღონისძიებაზე კონკურსის გამარჯვებული საუკეთესო სტენდი გამოვლინდება. იღალთოში კი ქვევრის პირველი სკოლა აკადემია იხსნება, ის იქნება ადგილი, სადაც ქვევრის ტრადიციული და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით დაამზადებენ. ქვევრის ოსტატები შეგირდებს აიყვანენ და ცოდნასაც გადასცემენ. თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებული ქვევრი ტრადიციულისგან განსხვავებულიც იქნება. ქვევრის სკოლა აკადემია ნახეთ გენო სიყმაშვილის, ჯაბა ჩიტიძისა და ზაქარია ჭიკაძის რეპორტაჟში. ქვევრი უნდა იყოს აი ასეთი ხმას უნდა გამოსცემდეს, ზარივით ხმას, უნდა იყოს ღაჟღაჟა წითელი. ქვევრი, რომელიც ზარივით ხმას გამოსცემს, თავადვე დაამზადა. აქ ასეთი ათეულობით არის და ყველა მათგანი უკვე გაყიდულია. ხელობა მამისგან ისწავლა, მამამ პაპისგან და ასე შეიძლება საუკუნეებსაც ჩაჰყვე. ზაზა კბილაშვილი ახლა 35 წლისაა. ახალგაზრდა ოსტატს თიხასთან და ქვევრთან მუშაობის სტაჟიც თითქმის ამდენივე წლის აქვს. ეს მათი ოჯახური ტრადიციაა და ყელზე მინაწერიც იმას მოწმობს, რომ პასუხისმგებლობას იღებს ქვევრი საუკუნეებს გაუძლებს. მე და ჩემი ოჯახი ვაკეთებ ძველი ტრადიციული მეთოდით. მე ჩვენ არანაირ სიახლეს არ უნერგავთ და არანაირ არაფერს არ ვაპირებთ ქვევრის სიახლის დამზადებაში. ჩვენ ვაკეთებთ უბრალოდ ძველი ტრადიციული მეთოდით. 26 წლის რეზო კბილაშვილმა ქვევრის ძირის კეთება დღეს დაიწყო. გასაშრობად საჭირო ამინდი დაიჭირა და ამოშენება უნდა მოასწროს. ამინდი ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია, რადგან ქვევრის ერთ ნაწილზე მეორეს დაშენება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც თიხას საჭირო მდგომარეობამდე შეშრება. სწორედ ამიტომ ქვევრის გაკეთებას შეიძლება რამდენიმე თვეც კი დასჭირდეს. აი ესე. ამომყავს კედელი. მე ესე ვასწორებ, თლიანი წრე იქნება. ეს რა გეთი მოემატება და შემდეგ ეს რო გაშრება კიდე რო ავაშენებ აი ესე იზრდება 10-12 სანტიმეტრით. ზუსტად ისე, როგორც ახლა ჩვენ რამდენიმე წლის წინ კბილაშვილებში იუნესკოს წარმომადგენლობა მივიდა. მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ორგანიზაცია სწორედ აქ გაეცნო ქვევრის დამზადების პროცედურებს. თიხის მოტანით დაწყებული, ჯავშნის ჩაცმითა და გასანთვლით დამთავრებული. ამის შემდეგ კი ქვევრში ღვინის დაყენების ქართულმა ტრადიციულმა მეთოდმა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. იუნესკოს აღიარება დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩვენ ერთის მხრივ ქვევრის გადარჩენისთვის სკოლა აკადემიით ვპასუხობთ ამ გამოწვევას, მეორეს თავრობაში აცხადებენ, რომ იუნესკოს მხრიდან ქვევრისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შემდეგ მასზე მოთხოვნა მსოფლიოში გაიზარდა, მაგრამ მოთხოვნა მცირე მასშტაბების გამო მიწოდებას ვერ პასუხობს. ამასთან სოფლის მეურნეობის მინისტრის შეფასებით ზოგჯერ ქვევრის ხარისხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ხშირ შემთხვევაში პრობლემასთან არის დაკავშირებული არა მხოლოდ იმიტომ, რომ რაოდენობრივად შეზღუდულია წარმოების საკმარისი საშუალებები არ არის, ან მოხუცი მექვევრეები თითოეულად შემოგჭა, არამედ იმიტომაც, რომ ძალიან რთულია პასუხისმგებლობა აიღო კონკრეტულ ქვევრზე, იმიტომ რომ ხარისხი შეიძლება ხშირ შემთხვევაში არ იყოს ისეთი სანდო და საიმედო, როგორც საუკუნეების წინ. რა პერიოდია საჭირო იმისათვის, რომ თქვათ ქვევრი დამზადდეს? ესენის რო ჩავთვალოთ ყველაფერი. დაახლოებით 3 დღე დაღამე. ეს კი არის შენობა, სადაც ქვევრის წარმოების აღდგენა იგეგმება. ეს მსოფლიოს პირველი ქვევრის სკოლა აკადემიაა. აქ თანამედროვე ტექნოლოგიებით და ძველი ხერხებით ქვევრები დამზადდება. 83 წლის პროფესორი გურამ გაფრინდაშვილი პროცედურებს გვიყვება. სიახლე ქვევრის ამოსაშენებელი მასალა იქნება, რომელსაც ერთის ნაცვლად 3 სხვადასხვა თიხის მიწის შერევით მიიღებენ. საქვევრე თიხაში სინესტის სწორად გადანაწილებას და გამოწვას კი თანამედროვე ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ. შეუცვლელი რჩება ქვევრის
ამოშენების წესი. მას ქვევრის ოსტატები გააკეთებენ და ცოდნაც შეგირდებსაც გაუზიარებენ. ამ ყველაფერს კი 6 თვის ნაცვლად სავარაუდოდ 2 კვირამდე დასჭირდება. თიხა იგივე არის. ოღონდ ის შრომა და ის ტექნოლოგია რასაც ისინი მიმართავენ, ეს არის ძალიან რთული და ძალიან შრომატევადი და ძალიან სახიფათო ესამხელა ზომის ის ნაკეთობა, რომ ან შრობაში, ან გამოწვაში ბზარი მიიღოს, ან გასცეს რაღაცა არის ძალიან დიდი დანაკარგი. აქ ეს მინიმუმამდე იქნება. ქვევრის პირველი სკოლა აკადემიის დაარსების ინიციატორი ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითია. იდეა კი დაახლოებით 2005 წელს გაჩნდა, როცა უძველესი ეკლესიის ეზოში არქეოლოგიური გათხრები დაიწყო და მიწიდან მე-11 საუკუნის ქვევრები ამოიღეს. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შესაძლებელი იყო ქვევრების კეთების ტრადიციის აღდგენა. ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩავატაროთ კვლევა ძველი თიხის ქვევრების ფორიანობის შესახებ. რა ფორიანობა აქვს, რა სიმკვრივე გააჩნია, რა სიხშირე გააჩნია ამ ფორიანობას და შეიძლება შეიქმნას ჩვენი სკოლა აკადემიის კედლებში რამდენიმე ნიმუში განსხვავებული ფორიანობით. აღმოსავლეთ საქართველოში დღეისათვის მხოლოდ 3 ოჯახშიღაა დარჩენილი ქვევრის ოსტატები. ქვევრის სკოლა აკადემიის გახსნით კი იმედოვნებენ, რომ ამ პროფესიას უფრო მეტი ადამიანი დაეუფლება. თუმცა აკადემიას ფუნქციონირების დაწყებისთვის კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება, მაგრამ პირველი ექსპერიმენტული ქვევრები სავარაუდოდ წლის ბოლომდე დამზადდება. ბათუმის საავტორო ფილმების ფესტივალი ბიაფი 2 დღეში საზეიმო დაიხურება. ფესტივალმა, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ბათუმში ლეგენდარულ რეჟისორებს და მსახიობებს უმასპინძლა, კინომოყვარულებს წელსაც მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზა. ბიაფის ჟიური 9 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმიდან გამარჯვებულს 25 სექტემბერს დაასახელებს. დეტალებით სოფო ჟღენტი ბათუმიდან. ბათუმის საავტორო ფილმების ფესტივალი წელს უკვე მე-11 იმართება და კინომოყვარულებს მრავალფეროვან საავტორო კინოს თავაზობს. სრულმეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი. ეს არის ფილმების ის სამი მიმართულება, რომელსაც საკონკურსო პროგრამა აერთიანებს. ყველა პროგრამას საერთაშორისო ჟიური ხავს. სრულმეტრაჟიანი ფილმების სექციას დიმიტრი ცინცაძე ხელმძღვანელობს. კინორეჟისორი ამბობს, რომ ბიაფი 11 წელია ხარისხს ინარჩუნებს და პროგრამაში წარმოდგენილი ფილმები როგორც ყოველთვის წელსაც მრავალფეროვანი და საინტერესოა. მართლა ძალიან კარგი ხარისხის ფილმებია და ეს პლუსია ფესტივალის, რომელიც თქვა ახერხებს ესეთი ფილმების შეგროვებას და მე ვიცი, რომ ეს არ არის ადვილი საქმე. და მადლობას ვუხდი, იმიტომ რომ ბიჟოცა ჟიურიში ერთადერთი რაც არის შენთვის მნიშვნელოვანი, რომ ფილმები იყოს საინტერესო, რომ არ გაგიჟდე ცუდი ფილმების ყურებით და ეს მომენტი საერთოდ არ აქვს. 9 დოკუმენტურ და 25 მოკლემეტრაჟიან ფილმთან ერთად ბიაფის სტუმრები იმ სრულმეტრაჟიან უცხოურ ფილმებსაც ნახავენ, რომელიც ქართულ კინოთეატრებში ნაჩვენები არ არის. კონკურს გარეშე კი კინოფესტივალმა მაყურებლებს სმოლენსკის პრემიერა შესთავაზა, რომელიც 2010 წელს პოლონეთის პრეზიდენტის, მისი მეუღლისა და პოლონეთის სამთავრობო დელეგაციის 88 წევრიანის შემადგენლობის დაღუპვის შესახებ მოგვითხრობს. წელს უჩვენებენ სტალკერის ახალ ვერსიას. ბიაფისთვის სპეციალურად ჩამოსული სტუმრები ამბობენ, რომ ფესტივალის პროგრამა შთამბეჭდავია. თბილისშიც მე უკვე ჩვენც გვაქვს ფესტივალი მხატვრული ფილმების. იქაც არ გვეძლევა გარკვეული ნამუშევრების ნახვის საშუალება. თუმეტეს რომ არის თქო კანის კინოფესტივალის ნამუშევრები ფაქტობრივად გარკვეული თანამედროვე მოვლენების ეპიცენტრში ვართ. პირველ რიგში ჩვენ არაფერი ვიცოდით ფესტივალის შესახებ, როცა ბათუმში ჩამოვედით. როდესაც შევიტყეთ, ძალიან გაგვიხარდა და ფილმებიც ძალიან საინტერესო შინაარსისაა. კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც კინოფესტივალს აქვს სტუდენტებისთვის და კინომოყვარულებისთვის, კინორეჟისორების და დოკუმენტალისტების მასტერკლასებია. წელს უცხოელ რეჟისორებთან ერთად მასტერკლასს ქართველი რეჟისორი გელა ბაბლუანის ჩაატარებს. მხოლოდ ლექტორების გამოცდილება არ არის საკმარისი სტუდენტებისთვის, ამიტომ ჭირდება გარე სხვა ქვეყნის წარმომადგენლის, სხვა უფრო დიდი კინემატოგრაფისტის გამოცდილება და ამ გამოცდილების გაზიარება ზუსტად ეს მასტერკლასი. ჩამოდიან გამოცდილი ხალხია ეს ბევრი ისეთი ადამიანია, რომელსაც უკვე გარკვეული გამოცდილება აქვს და ამ სოფლიო ბაზარზე ასე თუ ისე მეტნაკლებად აქტიურად მოღვაწეობს და იმათი რჩევები ყოველთვის ვთვლი, რომ ძალიან სასარგებლოა განსაკუთრებით ამ ჩვენი ახალგაზრდობისთვის. პროექტი წელს ჩეკინ ჯორჯიას ფარგლებში გაიმართა. ბათუმის საავტორო ფილმების ფესტივალი მე-11 სეზონს 25 სექტემბერს დაასრულებს.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი საბალეტო სეზონის გახსნისთვის ემზადება 65 სეზონს საბალეტო დასის ჟიზელით გახსნის. მრავალწლიანი შესვენების შემდეგ ოპერის განახლებულ სცენაზე პირველი სპექტაკლი ორკესტრის თანხლებით ხვალ გაიმართება. მანამდე კი გენერალური რეპეტიცია და ჟიზელი კულისებიდან ნახეთ თამარ ცხომარიას და ვახტანგ ლეკიაშვილის რეპორტაჟში. კულისები, თეატრის ყველაზე იდუმალი და მიმზიდველი ადგილი. აქ პრინცი ალბერტი, იაპონელი მოცეკვავე იონენ ტაკანოა. ის ბალეტში ჟიზელი მთავარ პარტიას ასრულებს. არა პირველად, თუმცა ამბობს, რომ მაინც ღელავს. Это сцена огромная. მანამდე ამ სპექტაკლს გრიბუედოვის თეატრში ვცეკვავდით. ეს კი უზარმაზარი სცენაა და სრულიად სხვა შესაძლებლობებს ითხოვს. გარდა ამისა, იქ ჩანაწერი იყო. ახლა კი ცოცხალი ორკესტრის თანხლებით გამოვდივართ. ეს მხოლოდ ჩვენი ცეკვა არ არის. ყველაფერი შერწყმული უნდა იყოს და ჰარმონია უნდა შეიქმნას. ჟიზელის ეს ვერსია თბილისის ოპერის სცენაზე პირველად 10 წლის წინ დაიდგა. მაშინ ნინო ანანიაშვილმა ცნობილი ქორეოგრაფი ალექსეი ფაძეეჩევი დიდი თეატრიდან სპეციალურად ამ დადგმისთვის მიიწვია. დამდგმელი ქორეოგრაფი ამჯერად სპექტაკლის აღსადგენად ჩამოვიდა, თუმცა ინტერვიუზე უარი განაცხადა. მასთან ერთად გენერალურ რეპეტიციას ნინო ანანიაშვილიც დაესწრო. ჟიზელის პარტიის შემსრულებელმა ახალგაზრდა მოცეკვავე ასე შეაფასა. ძალიან მიხარია, რომ ნუცამ ასეთ მოკლე ხანში შეძლო ამ პარტიის მომზადება. თქვი რომ საკმაოდ კარგად ითამაშა. ყველაზე რთული არის აი ამ სცენის თამაში, ძალიან კარგად ითამაშა და იმედი მაქვს, რომ ჯერ კიდე გვაქვს დრო, რომ კიდე უფრო დავხვეწოთ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ასევე ახალგაზრდა მსახიობები დგანან, ვინც სკოლის შემდეგ მოვიდნენ და პირველად ცეკვავენ ჩვენს დასში. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ოპერის თეატრში ჟიზელი კვლავ ცოცხალი მუსიკის თანხლებით შესრულდება. ორკესტრს ისევ დავით მუქერია უდირიჟორებს. ჩანაწერზე შესრულება აბსოლუტურად სხვა არის. სხვა დატვირთვა აქვს, სხვა ემისია აქვს, სხვა ენერგეტიკა არის აბსოლუტურად მაშინ, როდესაც ეს ორკესტრთან ცოცხალი მუსიკასთან ერთად ხდება ამის შესრულება. ვფიქრობ, რომ კარგად შედგება ყველაფერი, იმიტომ რომ განწყობაც ძალიან კარგი არის. ჟიზელი, როგორც მას უწოდებენ რომანტიული ეპოქის ყველაზე უბერებელი ბალეტი, საბალეტო სეზონს ხვალ გახსნის. განახლებულ ოპერის თეატრში ჟიზელი პირველად შესრულდება. ახლა რეკლამის შემდეგ თქვენ ახავთ. რა გეგმები აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ რექტორს? რა კონცეფცია წარუდგინა გია შარვაშიძემ აკადემიურ საბჭოს? რას პასუხობს ახალი რექტორი ოპონენტების განცხადებებს და გეგმავს თუ არა სტუდენტთა მოთხოვნების შესრულებას? გია შარვაშიძე 2030-ში.